სტუმრობს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ვანო წერეთელი. ბატონ ვანო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ბარემ მოდით პრემიერის განცხადებას უსმენდით რამდენიმე წუთის განმავლობაში და ოდნავ შევცვალოთ თემა, ჯერ გამოვეხმაუროთ იმ ასე ვთქვათ შეფასებებს, რომელიც მოვისმინეთ პრემიერის მხრიდან და შემდეგ განვაგრძოთ იმ თემებზე საუბარი, რაზეც დავიწყეთ. ვხედავთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია ნამდვილად არაა ქვეყანაში მისაბაძი და ისეთი, რომლითაც ვთქვათ ხელისუფლება თავს მოიწონებდა, მაგრამ აი მთავრობა თავს იწონებს ეკონომიკური სურათით. ხა პოლიტიკურ სურათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე გითხარით, რას ფიქრობთ ეკონომიკაზე, რამდენად არის უკვე ეკონომიკაში ყველაფერი კარგად თქვენი აზრით. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან კარგ დროს მოგვიწრო ეს თემები ერთმანეთთან რა თქმა უნდა შორს არ არის და ახლა ეს ბრიფინგიც არა ეკონომიკას, არამედ სწორედ პოლიტიკასთან არის მიმართებაში და აი ზუსტად ეს ახსნათ. ანუ ეს ადამიანი გამოდის და утифრად ატყუებს იმ ხალხს, მარტივ რიცხვებს მოვიტან, მოდი განსხვავებით ბატონი კობახიძისგან ძალიან მარტივია იმის ახსნა, რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა და ამის ნათელი მაგალითი არის მაცივარი. ძალიან მარტივ ენაზე შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ აი ამ ტყუილს და ამ დეზინფორმაციას, რაც გულისხმობ, როდესაც ვახსენებთ მაცივარს, წარმოიდგინეთ ამას უსმენს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მოქალაქეები, რომელთაგან 1,700,000 ადამიანი ეს არის 2024 წლის მონაცემები ითხოვს შემწეობას. აქედან 700,000 ადამიანი რაზეც კობახიძე საუბრა იყო სიღარიბის მაჩვენებლის მნიშვნელობა. აქედან 700,000 კაცი ამას იღებს. მეორე მონაცემებს შევხედოთ. როგორ გაიზარდა საქართველოსთან მიგრანტების რაოდენობა, რომელთაგან არიან ბავშვებიც მათ შორის, ანუ ადამიანები უკვე ოჯახებით მიდიან. და ეს მათი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური პრობლემების გარდა არის სწორედ ეკონომიკური პრობლემები. აქ ისაუბრებს კიდე საშუალო ასე ვთქვათ, საშუალო ხელფასის ზრდაზე. ამაზე რატომ არ საუბრობენ, ამ ხელფასით რისი ყიდვაა შესაძლებელი? სადამდე მივიდა ის ფასები, რომლებიც მივიდა, რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? იმიტომ რომ არ აწყობ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული პოლიტიკისკენ. ამ ადამიანებმა იციან, რომ აქვთ ლეგიტიმაციის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში და ორი რამეს უნდა გაესვას ხაზი. სავარაუდოდ მერე რა ლაპარაკი იქნება, ესე ძალიან საინტერესოა თავად ამ შეხვედრაზე, მაგრამ აქ არის ორი რამ. ნახეთ, ქართული ოცნება ლეგიტიმაციას კარგავს არა მხოლოდ შიგნით, მე ვგულისხმობ საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ გარეთ მე ვგულისხმობ საერთაშორისო მასშტაბით, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილი კარგავს ლეგიტიმაციას თავად თავისი გარემოცვის პირობებში. და მას ახლა უკვე გაუჩნდა ერთი შიში, რომ კონცენტრირებულმა ფულმა აი ამ სხვადასხვა ჯგუფებში, მის ქვემოთ მყოფ, აი ამ მის პირამიდაში ქვემოთ მყოფ სხვადასხვა ჯგუფებში შეიძლება დააზიანოს ბიძინა ივანიშვილი და კონკრეტულ მომენტში მის 7 მილიარდს აჯობოს ვიღაცის მიერ მოგროვილმა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმით მოგროვილმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა, ხო? რითი იკვებება საქართველოს ეკონომიკა? ძალიან მარტივი, აი ახლა უცბად გამახსენდა, ხო? გასულ რისთვის დაიჭირეს ადამიანები საკუთარი გუნდიდან? შავი ფულის გათეთრებისთვის. ასობით მილიონი შავი ფულის გათეთრებისთვის. ეს არის ქართული ეკონომიკის ზრდის საფუძველი? ანუ არაკანონიერი ფულის ზრდა არის და აქ კიდე ძალიან საინტერესო იყო ვის ადარებდა, რომელ ქვეყანას ადარებდა საქართველოს ეკონომიკას, მოლდოვეთს ატრიალებდნენ. რატომ? იმიტომ რომ მოლდოვეთი ახლა მათ ხელში ეჭხირებათ, იმიტომ რომ მოლდოვეთი არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი სწორი პოლიტიკური სტრატეგიის გამო მიიღო ძალიან დიდი დახმარება, მათ შორის ეკონომიკურიც ევროკავშირის მხრიდან. ანუ იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთან ელჩებსაც ბატონი პრემიერი იბარებს დასატუქსად, ანუ საქართველოს პარტნიორი ელჩებს გულისხმობ მე. ანუ ამ ქვეყნებმა მოლდოვასთან დახმარების სახით აჩვენეს, რას ნიშნავს ევროკავშირთან დაახლოება და სულ ახლა მილიარდობით ევროზეა საუბარი, მიზანმიმართულად, გათვლილად, როგორც ეს ევროპის ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და რაზეც დგას ასევე საქართველოც. ხო, ანუ მოდი ვილაპარაკოთ უახლოეს წარსულზე, თუ რამე საქართველოში განვითარდა, ყველაფერი არის განვითარებული სწორედ იმ თავის დროზე გაკეთებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა ევროკავშირთან ურთიერთობას. ბატონო ვანო, დაუბრუნდეთ მინდა იმ თემებსაც, რაზეც დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ, კითხვა დაგისვით კვერცხებზე ქართულ პოლიტიკაში, რომელიც გუშინ დაუშინეს ლელოს წარმომადგენლებს, თუმცა წეგან შეგაწყვეტინეთ, ამიტომ ახლა გაძლევთ საშუალებას, რომ შეაფასოთ ეს ფაქტი. ქართულ ოცნებაში ირწმუნებია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს იგებენ 64-ვე
მუნიციპალიტეტში და თან იგებენ დამარჯვებით, ესე ვთქვათ, დამაჯერებლად თქვენ ამ ფაქტის უკან ხედავთ უშუალოდ მმართველ პარტიას, შესაბამისად თუ კი საკუთარ გამარჯვებაში ეჭვიარეპარებად ჩდებათ კითხვა, კვერცხებით ოპონენტებთან დაპირისპირება რაღაცი სჭირდება ქართულ ოცნებას. აი ამ მეთოდებით რას შეიძლება იგებდეს რომელიმე პარტია და ამ შემთხვევაში, რადგან თქვენ ამ ყველაფრის უკან სწორედ ქართულ ოცნებას ხედავთ, რას შეიძლება იგებდეს სახელმწიფო ძალა. მე ქართულ ოცნებას ვხედავ იმ არაჯანსაღი პოლიტიკური ამინდის შექმნის უკან, რომელიც ახლა საქართველოში არის. ქართული ოცნება პირველ რიგში არის დასასრულებელი სწორედ იმიტომ, რომ ის აღარ წარმოადგენს სრულიად საქართველოს ხელისუფლებას. აქ მე რას ვლაპარაკობ, იცით? ისინი მიკერძოებულად არიან ძალიან მცირე ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც მოიპარა საქართველოში ძალაუფლება. და ისინი ახლაც აი ამ ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანი არის სწორედ აი ამ მცირე ჯგუფის რაღაცნაირად თანამედროვე პატრონები შეიძლება ასე ვთქვათ ქცევა, ხო, ქვეყნის მართველად, ხო? აი ამ ჯგუფის ინტერესს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი საქართველოს მას საერთოდ არ აინტერესებს. ერთადერთი მიზანი მისთვის არის აი ამ ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ის იყენებს რუსულ მეთოდებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს იმისას, რომ დააპირისპიროს საზოგადოება. ერთმანეთთან ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის შესაძლებლობებით. ეს არის სწორედ რუსული მართვის რეჟიმი, სადაც კანონიც, უკანონობაც, ფორმალური თუ არაფორმალური მართვის ასე ვთქვათ, ხერხები გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაითესოს ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს კვერცხების სრულად სწორედ ამის მაჩვენებელია. მე უბრალოდ რიტორიკულ კითხვას დავსვამ, დაიჭირეს თუ არა ვინც იყო თქვათ ამის ორგანიზატორი, ამ კვერცხების სროლის ორგანიზატორი. დარწმუნებული ვარ, რომ დაიჭირონ და ის აღმოჩნდება ქართული ოცნების წარმომადგენლები, მას მომენტალურად გაათავისუფლებენ, ისე როგორც გაათავისუფლეს მაგალითად იარაღით მორბენალი რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა, ან კიდევ ის მოძალადეები, რომლებიც კახიკალაძის საარჩევნო პლატფორმასთან დაუპირისპირდნენ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებიც მარშით მოდიოდნენ პარლამენტის შენობისკენ. ამიტომ ჩვენ აქ ქართული ოცნების პირობებში გვაქვს სრულიად არაჯანსაღი და სრულიად წარმოუდგენელი თქვენ წარმოიდგინეთ ამის შედარება შეიძლება 90-იან წლებთან, ხო თანამედროვე ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ ნახევრად გასამხედროებული მხედრიონი, რასაც აკეთებდა მაშინ აი მიტაცებული ძალაუფლების გამყარებისთვის სწორედ იგივე უნდათ რომ აკეთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობებით. სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა გადავხედოთ, დროც სწორად გავანაწილოთ და ახლა უკვე ამერიკა, სადაც ამ დღეების განმავლობაში გაეროს გენერალური ასამბლეის სესია იმართებოდა, წელს საზოგადოებამ იცის, რომ ნიუ-იორკში საქართველოს სახელით მიხეილ ყაველაშვილი გაამგზავრა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც გუშინ სიტყვით გამოსვლაც ჰქონდა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისადმი. კიდევ ერთხელ მინდა რომ გადავავლოთ თვალი ყაველაშვილის მთავარ მესიჯებს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ეს ულტიმატუმების შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი, ასევე მრავალი გამოწვევის მიუხედავად შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება, შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი და კიდევ ერთი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველოს მრავალ განზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შუა დერეფრის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს და ასე შემდეგ, მოკლედ გეოგრაფიული ესე ვთქვათ მდებარეობის თვალსაზრისით საკმაოდ გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით საქართველოს მიზიდულობაზე მან ასე ვთქვათ საკმაოდ ბევრი ისაუბრა. როგორი გამოსვლა ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილის თქვენი შეფასებით, თითქოს ეკონომიკური დატვირთვის მესიჯები მაინც უფრო მეტი იყო ვიდრე პოლიტიკური შინაარსის გზავნილები, შესაბამისად რამდენად სწორი იყო და იყო თუ არა სწორი ასე ვთქვათ მისი აქცენტების ასე გადანაწილება და ხო აი რა უთხრა მსოფლიოს გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი შეხედულებით. ყაველაშვილის გამოსვლა და ეს ტექსტი, რომელიც მას სვამ დაუწერა, ეს არის შელამაზებული ქართული ოცნების რეალური პოლიტიკის შელამაზებული ვერსია.
სადაც უბრალოდ გამართული შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, გამართული ქართულით და დავარცხნილი წინადადებებით ცდილობენ გადაფარონ ის, რასაც რეალურად აკეთებენ. ანუ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პროევროპული ხაზის ცვლილებას და საქართველოსთან ჩვენი პარტნიორების გაძევებას ისინი რაღაც მულტიფუნქციური საქართველოს მულტიფუნქციური ფუნქციაზე საუბრით ჩანაცვლებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ბავშვი არავინ არის და ამას არავინ დაიჯერებს. ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენი დახმარებითაც, მე გულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს და საქართველოში ჯერჯერობით არსებულ არასამთავრობო სექტორსაც დახმარებით ძალიან კარგად ფლობენ იმ ინფორმაციას თუ რა ხდება რეალურად აქ და მათ აქვს ძალიან ნათელი თვალი და ნათელი გონება იმის დასანახად, რომ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ხელში ხდება ავტოკრატიული რეჟიმების მიერ შექმნილი ალიანსის წევრი. ამისკენ მიდის, რატომ? იმიტომ რომ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დემოკრატია არის მისი ძალაუფლების დამთავრების ერთ-ერთი წინაპირობა. რის გამოც ქართული ოცნება ახლა ცდილობს რაღაც ხერხებით გადაფაროს აი ეს რეალური პოლიტიკა. მეორე რაც ამ განცხადება მაჩვენა, შეიძლება ასევე შელამაზებულად, მაგრამ ბოდიში ამ გამოთქვაზე, მაგრამ ეს არის ლეგიტიმაციის მათხოვრობა, ანუ შელამაზებული და დავარცხნილი ფორმით, მაგრამ ლეგიტიმაციის მათხოვრობა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ასევე ძალიან კარგად იცის, რომ ვერ ლაგდება ამერიკასთან და ვერასდროს დალაგდება მანამ საქართველოში იქნება კრიზისი. ეს კრიზისი უნდა დასრულდეს ახალი არჩევნებით და რეალური ქართველი ხალხისთვის საჭირო და იმ ხელისუფლების ჩამოყალიბებით, რომელიც ქართულ ხალხს უნდა მოგულისხმობ კოალიციურ მართლობას და არა ფაქტი ხომ არის ბატონო, რომ მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც შესაძლოა ქვეყნის შიგნით კონდეს ლეგიტიმაციის პრობლემა ჯერ კიდევ, არ ვიცი, გაეროში იმყოფებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით მიიწვიეს, მათ შორის დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე და საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართა, ვთქვათ, ის რამდენიმე აუდიენციაც, რომელიც ჰქონდა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში. შესაბამისად, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილს პრეზიდენტად შეიძლება არ მიიჩნევდნენ საქართველოს შიგნით გარკვეული ჯგუფები, მაგრამ მას როგორც პრეზიდენტს უყურებენ ქვეყნის გარეთ. გაერო ყოველთვის ტოვებს შესაძლებლობას, რომ და ეს ნათელიც არის ხო დასავლეთი როგორ იქცევა დღემდე საუბრობს იმას, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ქართულმა ოცნებამ აღასრულოს ის, რასაც ეუბნება ქართველი ხალხი. რომ დანიშნოს არჩევნები და ჩაატაროს ის დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში. რაც ყველაზე კარგად ჩანს, მეგობრებო, აქ ჩვენ აუცილებლად ალბათ უნდა ვისაუბროთ იგივე რუბიოს მიერ ორგანიზებულ ტრანსატლანტიკურ შეხვედრაზე, სადაც საქართველო არ იყოს საერთოდ მიწეული და ეს არის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი იმის, რომ ქართული ოცნების პირობებში არა მხოლოდ ყაველაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, არამედ თავად საქართველოსაც უკვე დაკარგული აქვს ის პოზიციები, რომელიც ჩვენ 30 წლიანი ბრძოლისა და შრომის შედეგად მოვიპოვეთ. აი ეს არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები საკუთარ პარტნიორად აღარ აღიქვამენ. ეს არის ის, რაც არის საქართველოს ფუნქციის დაკარგვა და მე ისევ დაუბრუნდები ძო რაღაც სიტყვა მულტიფუნქციურს, რომელიც არის სრულიად გაუგებარი, რას ნიშნავს მულტიფუნქციური? აქ არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ახლა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, რომ საქართველოს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის იყოს დასავლეთის ნაწილი და შემდგომ როგორც დასავლეთის ნაწილმა ურთიერთობები დაამყაროს, სავაჭრო იქნება ეს კულტურული თუ ასე შემდეგ, ყველასთან, მათ შორის ჩინეთთანაც, რომელიც ახლა ტექნოლოგიური განვითარების ძალიან მაღალ ნიშნულებს აღწევს და ის ძალიან კარგი პარტნიორი იქნება ოღონდ სავაჭრო. ჩვენ ამის ისტორიული გამოცდილებაც გვაქვს. დავამთავრეთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უნდა დაგვანახოს, რომ თითქოს ჩვენ ოპოზიციურ მხარეს გულისხმობ, რაღაც მიმართული ვართ იქით, რომ ვიღაცასთან რომელიმე ნორმალურ თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა ამ შეფასებებს, რომელიმე ქვეყანასთან არ გქონდეს სავაჭრო ურთიერთობები. ეს ასე არ არის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ საქართველოს ფუნქცია და საქართველოს ადგილი ევროპაშია, ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნიშნული, საიდანაც მე ყველა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის იქნება ეს ახლო მეზობელი თუ შერეული მეზობელი,
იმ ფარგლებში მოქმედება, რომელიც არ დააზიანებს საქართველოს პოლიტიკურ სუვერენიტეტს. ყაველაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებული თემა მინდა რომ ამოვწუროთ და ერთი კითხვა იმ კრიტიკის კონტექსტშიც, რომელიც ისმის ყაველაშვილის გამოსვლის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება, არცი აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ბევრი უსვავს ხაზს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ისე, რომ ერთხელაც არ უხსენებია რუსეთი. ხა თავად ქართული ოცნება კრიტიკოსებისადმი ასე ხსნის მის პოზიციას, რომ მას აქვს პრაგმატული, ასე ვთქვათ, გეგმა, პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანია ის, რომ ქვეყანას თავიდან ააცილოს შემდგომი ომი. კი, რა მოხდება თქვენი აზრით, თუ კი ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ისტორიულ ფაქტებს თავის სახელს დაარქვევს და დაუძახებს. აი, თუ კი იტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დაიწყო ომი, თუ კი იტყვის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთის ბრალია ყველაფერი ის, რაც აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ხდება. შეიძლება რუსეთის ხსენება ქვეყანა ახალ ომამდე მიიყვანოს. არა, ერთადერთი რაც შეიძლება რუსეთის ხსენებამ ბიძინა ივანიშვილის დააკარგინებს თავის საყრდენს, ეს არის პუტინი. ხო, ეს არის ძალიან მარტივი გასაგები, რატომ არ საუბრობენ ისინი იმაზე, რაც თემ სოფლიოში აღიარებულია და რასაც თავად პუტინი და რუსეთის ახლანდელი ხელისუფლებაც კი აღიარებს, რომ ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა და ეს იყო მანამ დაგეგმილი, სანამ აქ 2008 წელი დადგებოდა. რატომ? იმიტომ რომ ამას აღარ ჩაუღრმავდეთ, თუ მე დამატებით საჭირო იქნება, ამაზედაც ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ თავარი რა გახლავთ? თავარი საყრდენი ბიძინა ივანიშვილის არის რუსეთი. ამიტომ ის არასდროს გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც არ აწყობს პუტინს და არ აწყობს რუსეთს. ახლა რას მივიღებ ჩვენ? სამაგეროთ ეს ადამიანები აკეთებენ ისეთ განცხადებებს და ისეთ ნაბიჯებს, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და ის ქვეყნები, რომელთა ძალიან დიდ დახმარებაზეა დამყარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა, ახლა იქცნენ და უნდათ რომ აქციონ საქართველოს მტრებად. ეს არის აქ მთავარი. მე ერთადერთი რასაც შევახსენებდი ტელემაყურებელს შევახსენებ იმას, თუ რაზე დგას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარება. ამერიკის ფისკალურ კანონში ჩაწერილი შავი თეთრ ტექსტი, სადაც წერია, რომ არც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ აღიარების პოლიტიკაში აყვება რუსეთს და აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ვერ მიიღებს ფულს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს და თუ კი ამას დავკარგავთ, თუ კი ამერიკასთან ჩვენ და ამის ბიძინა ივანიშვილის პირობებში ამის ნათელ მაგალითებს ჩვენ ვხედავთ, იგივე გავიხსენოთ ეს რუბიოს მიერ გაკეთებული ეგრეთ წოდებული როგორც ეს მონათლეს საუზმე თუ რა ვიცი ვახშამი როგორც დაარქვეს მას სრულიად არანორმალური შეფასება პოლიტიკოსისგან ეს არამხოლოდ ასე ვთქვათ ღალატის ფორმებს აჩვენებს, არამედ აჩვენებს რომ ეს ადამიანები არიან იმბეცი პოლიტიკაში არ შეიძლება ორი წიგნი წაკითხული კონდეს ადამიანს და ასეთ შეხვედრებს უწოდოს ის რაც ეგრეთ წოდებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ აი ამ შეხვედრას უწოდა. ბოლო ესე ვთქვათ კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე და ამით დაგემშვიდობებით ახლა უკვე გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მეტიც არა მხოლოდ საგარეო უწყებაში დაიბარეს გერმანელი დიპლომატი, არამედ გუშინის უკვე მთავრობის ადმინისტრაციაშიც იმყოფებოდა, სადაც ასევე უკმაყოფილება გადასცეს იმის გამო, რომ საქართველოს-გერმანიის ურთიერთობები აი ასეთ დაბალ ნიშნულზე დაეცა. აი რატომ მაინც და მაინც დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში და არა ვთქვათ იგივე საპროტესტო ნოტის გაგზავნა, რაც ასევე დიპლომატიური ზომაა, ხო, ერთ-ერთი ძალიან აპრობირებული. რას შეიძლება ამზადებდეს ქართული ოცნება მინიმუმ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით? არაფერს, მოდი პირდაპირ დავარქვათ. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, მეგობრებო, არ დაიჯეროთ, რომ ქართული ოცნება ძალიან ბედნიერია იმ პოლიტიკით, რასაც ის მიყვება, უბრალოდ სხვა გზა არ დარჩენია. მან ძალიან კარგად იცის, რომ კვარცხლზე სხედან, ანუ არაღიარების პოლიტიკა და ის, რომ დასავლური ქვეყნები მათ არ აღიარებენ, ზუსტად იციან, რომ ეს მათ დაასრულებს. აუცილებლად დაასრულებს და შეუძლებელია საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტის დამოუკიდებლობას და ყველაფერი დგას სწორედ ამ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ხარდაჭერაზე და აი ამ კონტექსტში განიხილება სწორედ საქართველოს ამ პოლიტიკით რაიმე გამარჯვებას მიაღწევენ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამით ახლა ამ ადამიანების დაბარებით ეს არის წმინდა პოპულისტური ნაბიჯი, სადაც საკუთარ ამომრჩევლებს ერთი აჩვენებენ, რომ თითქოს ისინი იყვებიან აი ამ გეგმას რაღაც საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის და ამ შემდეგ და არ აინტერესებს თითქოს რა სიტყვის დასავლეთი და ის ქვეყნები, რომლის ელჩებსაც ისინი იბარებენ. ეს არის პირამიდა, ეგრეთ წოდებული პირამიდა და ვაბანკზე წასვლა,
მეტი გზა არ დარჩენიათ, იმიტომ რომ იციან რომ დრო მათზე აღარ მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ ვერ მიიღეს აღიარების ვერც ერთი ნაბიჯი. ახლა ცდილობენ რაღაცნაირად შანტაჟისენით ელაპარაკონ დასავლეთს იმისათვის რომ ოდნავ მაინც მიაღწიონ და რაღაც ხელშესაღები დაინახონ, რომ მერე საკუთარ ამომრჩევლებს ერთი და ბიძინა ივანიშვილმა კიდევ თავის გარემოცვას უთხრას, რომ ის ალაგებს დასავლურ ქვეყნებთან ასე ვთქვათ ურთიერთობებს და არ დაკარგავს ძალაუფლებას. მადლობა ბატონო, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ, ვანო წერეთელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.